საქართველოს ისტორიის გააზრება და მისი სწორი შეფასება დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. სწორედ ამ მიზნით საქართველოს უნივერსიტეტმა გამორჩეული აკადემიური ნაშრომის პრეზენტაციას უმასპინძლა. რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში. ასეთია სახელწოდება წიგნისა, რომლის ავტორიც უნივერსიტეტის პროფესორი და თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დოდო ჭუმბურიძეა. წარმოსახავს ეს წიგნი რუსული ოკუპაციის ისტორიას დაწყებული დიპლომატიური და ხელშეკრულებითი ურთიერთობებიდან, რომელიც იმთავითვე იყო მცდარ და საქართველოსთვის მიუღებელ საფუძველზე დაფუძნებული, იმიტომ რომ რუსეთი ფიქრობდა ამ ფარველობითი ხელშეკრულებებით საქართველოს ოკუპაციას როგორც ჩანს, იმიტომ რომ რუს მეფებს უკვე მე-17 საუკუნეში, მე-16 საუკუნიდან დაწყებული ჰქონდათ თავიანთ სამეფო ტიტულატურაში ივერიის მიწების მფლობელი. ასეთი დეფინიცია ჩადებული. შემდეგში ეს საოკუპაციო პოლიტიკად გადაიქცა, მოგეხსენებათ, მე-18 საუკუნე იყო მომზადება ამისა, გეორგიევსკის ტრაქტატი, გიორგი მე-12-ის სათხოვარი პუნქტები და მე-19-მე-20 საუკუნეები არის ოკუპაციის ისტორია. 21 საუკუნის ეს პერიოდი, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობას მოვიპოვეთ ხელახლა 90-იან წლებში, რა თქმა უნდა, რუსულმა ოკუპაციამაც მოგვაკითხა რუსეთის საერთოდ ქართულ სუვერენიტეტის იდეას, რომელიც გამოტარებულია 1000 წლებში და ჩვენი ხალხი წინასწარ დამარცხებულ ომებში შედიოდა და სუვერენიტეტის იდეას არ ელეოდა, აი ეს იდეა რუსეთს ყოველთვის აღიზიანებდა, რაც კარგად გამოჩნდა 18-21 წლებში. მაშინვე წაგვართვა ეს სუვერენიტეტი, ხოლო 91 წელში ნაწილობრივ მოგეხსენებათ, რომ 20%-ზე მეტი ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებულია დღეს, რაც ჩვენ სახელმწიფოებრიობას აყენებს დიდ ზიანს. სქელტანიანი წიგნი საქართველოს რუსეთის რამდენიმე საუკუნოვან ურთიერთობას ეხება. ნაშრომი მოიცავს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და კომპლექსურ პერიოდს და 1801 წლიდან დღემდე რუსული ოკუპაციის პროცესებს აღწერს. ნაშრომში გაანალიზებულია იმპერიული ძალაუფლების დამკვიდრების მექანიზმები, ოკუპაციის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული შედეგები, ასევე მისი გავლენა ქართველი ხალხის ეროვნულ იდენტობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოკუპაციის პოლიტიკის ფორმებზე, მის შედეგებსა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველოს სხვადასხვა პერიოდში იდგა. ხალხი ვერ არჩევს ხშირად. რა არის რითია განსხვავებული? ახლა ეს რუსეთი მანამდე სპარსეთი გვიყვობდა, ოსმალეთი გვიყვობდა, ძალიან განსხვავებულია. იმიტომ რომ ეს იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც გააუქმა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, გაგვიუქმა მონეტა, გაგვიუქმა სამართალი, გაგვიუქმა ეკლესია. ანუ მთლიანად წაქშალა როგორც ერი და საზოგადოება. და მას დღესაც ეს უნდა. თუ სხვა საზოგადოებები და ქვეყნები ჩვენ გვიპყრობდნენ რა თვალსაზრისით, იცით, დაქვემდებარებაში ვიყავით და მქონდა გარკვეული ვალდებულებები, ხარკს ვიხდიდით და მორჩა, დანარჩენი ჩვენ მქონდა სამეფო, ჩვენი სამართალი, ჩვენი ეკლესია, ჩვენი წესრიგი. ამ ქვეყანას ეს არ უნდა ჩვენგან, ამ ქვეყანას უნდა ჩვენი წაშლა პირისაგან მიწისა, როგორც ერის და როგორც საზოგადოების. ამიტომ ჩვენ უნდა სწორედ საგანგებოდ შევისწავლოთ აი მათი საქართველოში ოკუპაციის ისტორია, იმისთვის რომ კარგად გავიაზროთ ყველაფერი. ამიტომ ჩემის აზრით ეს რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გქონდეს ეს კურსი ჩემის აზრით ყველა უნივერსიტეტში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი საზოგადოება და საერთოდ საოჯახო წიგნად უნდა იქცეს ეს წიგნი. კვლევაზე ავტორთან ერთად ისტორიის დოქტორმა ხათუნა ქოქრაშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ვაჟა კიკნაძემ და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ლელა სარალიძემ იმუშავეს. წიგნი საისტორიო წყაროებისა და დოკუმენტური მასალების მიხედვითაა დაწერილი, რომელთა ნაწილი თავად რუსმა ისტორიკოსებმა და მოხელეებმა შეადგინეს. აღსანიშნავია, რომ ისტორიულ ცნობებში მათაც კი ვერ შეძლეს იმ უკანონობათა დაფარვა, რომელიც დამპყრობელმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. ნაშრომში ქართველი მეცნიერებისა და ისტორიკოსების ნაწერებიცაა გამოყენებული, სადაც მოვლენები ობიექტურადაა შეფასებული. მე მგონია, რომ რუსული ოკუპაცია საქართველოში არ დასრულებულა, შესაბამისად ასეთი ნაშრომის გამოცემა ისეთივე აქტუალურია დღეს, როგორც ეს იქნებოდა რამდენიმე ათეული წლის წინ, მით უმეტეს როცა დამოუკიდებლობის 35 წლის
მანძილზე ვთქვათ ასეთი ნაშრომი არ გაკეთებულა და მეტიც ახლა რომ ვთქვათ რომ ჩვენ რაღაც გავიაზრებთ ვთქვათ ეს რუსულ-ქართული ურთიერთობები და გააზრებული გვაქვს ან ოკუპაცია ან როგორ დადგა და ან კიდევ ვთქვათ მისი შედეგები რა არის მე ვიტყოდი რომ არა ამდენად გონია რომ ეს წიგნი რომელიც არის მცდელობა რუსულ-ქართული ურთიერთობების შესახებ და კონკრეტულად ოკუპაციის რუსული ოკუპაციის შესახებ არსებული ინფორმაციის თავმოყრის და ასეთი სახით მკითხველისთვის წარდგენის მე მგონი არის ძალიან მნიშვნელოვანი. წიგნის წარდგენის ღონისძიებას საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა. პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა საჯარო დისკუსიაც. აღსანიშნავია, რომ ნაშრომი მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს საქართველოს ისტორიისა და ოკუპაციის კვლევის მიმართულებით. წიგნის სახელწოდებით რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში განკუთვნილია როგორც აკადემიური წრეებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვისაც.